ფურუნკული გასკდა ჰქვია ამას სამედიცინო ენაზე. ხალხურ ენაზე რუსია ეკიდა. პოლიტიკურ ენაზე კი ბოიკოტი დასრულდა და გახარიას პარტია პარლამენტში შედის. 12 კაცით, ოღონდ მეორე 12-ულით. რა მნიშვნელობა აქვს ეს? ორი კვირით ადრე რომ ეთქვა ეს, თბილისის საკრებულოშიც მოუძებნიდა აუცილებლად 2-3 ადგილს ხაზეინი. თვითონ ჩაიჩოჩებდა იაგო ვითომ გირჩს ერთ ადგილს მოაკლებდა, ერთ ადგილს ლელოს. სკამებს ან ჯორკოებს ჩადგამდა ბოლოს და ბოლოს აი სამარშრუტოებში რომ დგამე ხოლმე რიგებს შორის. თორემ იქამდე 2025 წლის არჩევნება წოდებულ ცირკში ბორია რუსმა გიორგი რუსს სულ 9600 ხმა დაუწერა თბილისში. დარწმუნებულია რომ გახარიას გვარით ამაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქში. მოკლედ, მეტყობა დაეჩუდა ის ადგილები გახარიას თემურიკა თათარაშვილს რომ ასე აღაფრთოვანებდა. მე მომწონს გახარია. რითი აი ხო კაცი არის და ყვერებიანია. გაიგე? მაგრამ ახლა თვალთხარიამ პარლამენტი უნდა იმყოფინოს. ვითომ პარლამენტი? რის ფასად? ზუსტად არ ვიცი რის. ოდესმე გავიგებთ ყველაფერს. როცა მორგი განხეთქილება მომწიფდება. მომწიფდება კი აუცილებლად და ერთმანეთს აუცილებლად ყველაფერს წამოაძახებენ და დაჭამენ. რაც ახლადებს ზედაპირზე. კაცმა, ვინც ივანაშვილის ბრძანებით ოკუპანტი გავრილოვის შეწუხებისთვის თავის დროზე გოგოებს თვალები დასთხარა და ახლა შუა ევროპაში ამტკიცებს გინა თუ არა პოლიტიკური დევნილი ვარო, აი ამ კაცმა მიაღწია შეთანხმებას იმავე ივანაშვილთან, რომ ამ კრიტიკულ მომენტში ლეღვის ფოთლა დაეფარება სარცხმინელზე, პოლიტიკურ სარცხმინელზე და დაუდგება მოწმეთ, რომ ქვეყანაში არც რეპრესიებია, არც ავტორიტარიზმი, არც დიქტატურა, არც ოლიგარქია, არც რუსობა, რომ არის დემოკრატია, რომელსაც deep state-ის აგენტები ებრძვიან შიგნიდან თუ გარედან და ბორია ივანაშვილი მათ იგერიებს როგორც შეუძლია იმ მეთოდებით. ზუსტად სარცხმინელზე აფარებაა პარლამენტის პროვოკაციაში შესვლა 1 წლის შემდეგ. ფრაქციის შექმნა და რაღაცა გადმოგდებული სიკეთეების ათვისება. პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების, ფრაქციების თავმჯდომარე მოადგილეობის, ამისთვის გათვალისწინებული სამსახურებრივი მანქანების, ვიცე-სპიკერის თანამდებობის, საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობისა და უამრავი სხვა ამქვეყნიური კომფორტის. მაგრამ ბორია რა თქმა უნდა გაცილებით მეც მიიღებს. მხოლოდ იმით რომ შეეძლება უკვე წამოძახება. როგორ არ მყავს ოპოზიცია, აგერ გახარია, ვერ ვაკავებ ისეთი აქტიური და აგრესიულია. აი ყველაფერში მეწინააღმდეგება, მაგრამ კონსტრუქციულად. პარლამენტის დარბაზში და ყელში წაჭერილი ჰალსტუხითო. დანარჩენები კი არც მინდა ვიცოდე ვინ არიან. ვიღაც ბანდიტები და კრიმინალები და მაგათი ადგილი ციხეშია. ამიტომ ნუ მელაპარაკებით მაგაზე და დემოკრატიის რღვევაზეო. ჩემი სიტყვა შევასრულე და ლეგიტიმაცია არ მივეცი, არალეგიტიმურ ერთპარტიულ პარლამენტს. ძველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა ის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ვერც პარტიას ვერ გადაარჩენს და ვერც რაიმე სხვა ტიპის შედეგს ვერ დადებს. პარლამენტი რა თქმა უნდა დარჩება კიდეც ისტორიაში, როგორც ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტში და იქ მონაწილეობა არის დიდი პოლიტიკური შესწორმა. გიორგი თვალთხარიამ ახლა თელს ოპოზიციას გამოთხარა თვალი, რომელმაც თავის დროზე ის თვალი ყველაფერზე დახუჭა და საკუთარ რიგებში მიიღო. კიდევ კარგი რომ უმეტესობა დროზე მიხვდა და დასცილდა, მათ შორის მისვე საპარლამენტო და მუნიციპალური სიებიდანაც ადამიანები. თვალთხარია შეიცვალა? რა თქმა უნდა არა. რაც იყო იგივეა. დაბრუნდა ლეღვის ფოთლის როლში. იქ პოლიტიკურ სარცხმინელზე, საიდანაც ერთხელ ჩამოვარდა და დაბრუნება ამდენ წვალებად დაუჭდა. არა უშავს. შემოდგომაზე მარტო წიწილებს კი არა, ჩამოცვენილ ფოთლებსა და გამოჩენილ სარცხმინელებსაც ითვლიან.